ამ ვიდეოდან გაიგებ ადამიანთა ნაწილი რატომ აგვიანებს ყოველთვის ყველგან, ან მეორე ნაწილი ყოველთვის დათქმულ დროს რატომ და როგორ მიდის. ყოველთვის როგორ აქვს დანაწილებული, რაღაცა დაყოფილი, დანაწევრებული საქმები და იცის ყოველ წამს როდის რას როგორ აკეთებს. ეს ვიდეო დაგეხმარება იმაში, რომ შენ თვითონ მიხვდე, რომელი ტიპაჟისკენ უფრო ხარ მიდრეკილი და ასევე მიხვდე იმ ადამიანებს, ვისთანაც გაქვს ურთიერთობა და შესაბამისად შეეცადო უფრო კომფორტული გახდეს მათთან ურთიერთობა, მიხვდე რომელ ტიპაჟთან გაქვს ურთიერთობა და უკვე იცოდე დაახლოებით როგორ იმოქმედო. ძალიან კაფიოთ რომ გავყოთ, არსებობს ადამიანთა ორი კატეგორია დროსთან მიმართებაში. ერთი კატეგორია და თარგმანი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ესე პირდაპირი თარგმანი ქართულადაც რაღაც ყურში ძალიან უხეშად შეიძლება მოხვდეს, ამიტომაც უბრალოდ დავარქვათ სახელები. ადამიანთა კატეგორია, რომელიც დროში ძალიან არის ჩართული და ადამიანთა კატეგორია, რომელიც დროის მიღმაა. ერთმანეთისგან რადიკალურად რომ ავიღოთ და ესე ხისტად ჩამოვაყალიბოთ, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება ეს ორი ტიპაჟი, რომ ავიღოთ ადამიანი, რომელიც რადიკალურად მიდრეკილია ერთი ტიპაჟისკენ ან მეორე ტიპაჟისკენ. თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ ყოველდღიურობაში ხვდებით ადამიანებს, რომელთაც უკვე რაღაც აქვთ ნასწავლი საპირისპირო ტიპაჟისგან. ამიტომაც ზოგჯერ ძალიან მარტივია მიხვდეთ, ზოგჯერ უფრო რთულია და ნახოთ რა როგორ არის. ესე იგი, ადამიანთა კატეგორია, რომელიც დროში არის ჩართული, ბევრად უფრო მარტივად გრძნობს დროს, როდის რა უნდა აკეთოს. დროის აღქმასთან მიმართებაში მე თუ დროში ჩართული ტიპაჟი ვარ, ჩემთვის იყოფა დრო მეტად როგორც წარსული აწმყო მომავალი. ბევრად უფრო კონკრეტულია მაშინ, როცა მეორე კატეგორიისთვის თითქოს ესე მარტივად არ იყოფა. თითქოს დრო არის აწმყო და ეს დრო ყოველთვის არსებობს და ერთიანად არის ეს ყველაფერი. კომუნიკაციის ფორმებს რაც შეეხება, აქაც თითქოს ლოგიკური გადასვლა არის, რომ თუ კი მე დროის მიღმა კატეგორიას მივეკუთვნები ამ ტიპის ადამიანებს, მაშინ რაღაცნაირად ყველაფერი უფრო აბსტრაქტული არის. კონკრეტიკა სიტყვებში არ ჩანს, რომ ჯერ ადრეა, რაღაც ესე დაკონკრეტებული თარიღები ამ ტიპის ადამიანებთან არ გვხდება მაშინ, როცა მეორე ტიპაჟთან მიმართებაში ბევრად უფრო კონკრეტული არის კომუნიკაციის დროს, ბევრად უფრო დაგეგმილია, უფრო რაღაცა კონკრეტულია და ორიენტირებულია დეტალებზე. მოქმედებებთან, ქცევებთან მიმართებაში დროის მიღმა არსებულ ადამიანებთან მიმართებაში ბევრად უფრო ემოციებთან არის დაკავშირებული, ბევრად უფრო რაღაცა სწრაფი და მოქნილი შეიძლება იყოს. მაშინ როცა მეორე ტიპაჟთან მიმართებაში ეს ყველაფერი უფრო პრაგმატული, უფრო დაგეგმილი და ბევრად უფრო კონკრეტული არის. ძალიან მარტივად და უხეშად რომ დავყოთ, ეს ორი კატეგორია ადამიანების დროსთან მიმართებაში როგორ არის, როგორ აღიქვავს, შესაბამისად როგორ მოქმედებს, ფაქტობრივად ეს არის ადამიანთა კატეგორია, პირველი დროსთან მიმართებაში, ვინც დროში არის ჩართული, ბევრად უფრო კონკრეტული, დეტალებზე ორიენტირებული, ბევრად უფრო კონკრეტული და შესაბამისად ასე უდგება თემებსაც, საკითხებსაც, რაღაცა კონკრეტული, რაღაცა დედლაინები, თარიღები ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრად მეტ სიმშვიდეს პოულობს. ასეთ დროს მაშინ, როცა დროის მიღმა არსებული ადამიანებისთვის უფრო ადამიანთან მიმართებაში უფრო მეტად გვხდება ფართო ხედვა, ამოცანის ერთიანად დანახვა, ბევრად უფრო მეტია ალბათობა, რომ ცვლილებების მიმართ იქნება მოქნილი და ასე შემდეგ. საინტერესოა შენ რომელი ტიპაჟი უფრო ხარ, რომლისკენ ხარ უფრო მიდრეკილი. მე გაგიზიარე ეს ინფორმაცია რაღაც უფრო რადიკალურად, რომ მარტივად ყოფილიყო აღსაქმელი. რა თქმა უნდა, ჩვენ ბაღიდან დაწყებული, შემდეგ უკვე ზრდასრულობაში გაგრძელებული, გვიწევს რომ ვისწავლოთ ჩვენი საპირისპირო ტიპაჟები და რაღაც გარკვეული ქცევები, ქმედებები იმისათვის, იმიტომ რომ ვადაპტირდეთ, იმიტომ რომ ბევრად უფრო მარტივი გახდეს ჩვენი ყოველდღიურობა. ხშირად
მომისმენია რომელი ჯობს, რა ჯობს და საინტერესოა შენი აზრი, რომელი ტიპაჟი უფრო მოგწონს და ჩემი აზრი და არა მარტო ჩემი აზრი არის ის რომ გააჩნია საქმეს, გააჩნია საქმიანობას, გააჩნია შენ რომელ საქმეში მოღვაწეობ, გააჩნია რომელ სფეროში ხარ, რა უფრო მეტად გჭირდება დეტალებზე ორიენტირებულობა, თუ გჭირდება რომ ამოცანას მუდმივად ფართოდ ხედავდე. გააჩნია უფრო შემოქმედებითი მიმართულებით ხარ წასული თუ უფრო მეტად ტექნიკური მიმართულებით. შენთვის რა უფრო კომფორტულია, როგორი ტიპაჟის ადამიანების რაღაც გარემოცვაში ხარ. ზოგადად შენი ყოველდღიურობა როგორია, რა უფრო მეტად გჭირდება და მნიშვნელოვანი ამ ყველაფერში არის ის, რომ შენ გჭირდება ორივე. გჭირდება ერთი მიმართულებითაც რაღაც უნარები და მეორე მიმართულებითაც იმისათვის, რომ შენი ყოველდღიურობა იყოს უფრო მოქნილი, იყოს უფრო მარტივი, გქონდეს ნაკლები სტრესი. მე გაგიზიარებ ჩემ შესახებ ინფორმაციას, რომელი ტიპაჟი ვარ. შენ რომ ახლა ჩემთან რაიმე ტიპის კომუნიკაცია გქონდეს, ეს იქნება ყოველდღიურობაში თუ ეს იქნება საქმესთან მიმართებაში, სრულიად განსხვავებულ რაღაცა შეხედულება შეიძლება შეგექმნას, იმიტომ რომ საქმესთან მიმართებაში მე მჭირდება რაღაც კონკრეტული დასწავლილი ჩვევების, უნარების, რაღაცა ქცევების გამოყენება, ხოლო ჩემი რაღაცა თანდაყოლილი და შემდეგ უკვე რაღაცა პრინციპში თანდაყოლილი მიდრეკილება არის მეორე და სრულიად განსხვავებული. მე ვარ დროის მიღმა არსებული ადამიანი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემთვის დრო, აი თუ შენ ეს ტიპაჟი ხარ, ბევრად მარტივი იქნება, რომ ეს აღიქვა, ხოლო შენ თუ მეორე ტიპაჟი ხარ, იქნება ბევრად უფრო რთული, იმიტომ რომ ხარ საწინააღმდეგო. და ჩემთვის დრო არსებობს ყველგან და ეს დრო არის ერთიანი. არის ყველგან, აი ესე და ჩემთვის ნაკლებად იყოფა რაღაც ნაწილებად, ნაკლებად კი არა, საერთოდ არ იყოფა. და ეს რაღაც ეს იმას ნიშნავს, რომ თურმე და დღეს უკვე ვიცი და ვაცნობიერებ, მაგრამ წარსულში ეს არ ვიცოდი და აქედან გამომდინარე მე ყველა გაკვეთილზე ვაგვიანებდი, აი სრულიად ყველა გაკვეთილზე. ყოველ დილით და იყო შემთხვევა რომ მეორე გაკვეთილზეც კი დავაგვიანე ერთხელ, იმიტომ რომ არ მქონდა განცდა. აი შენ თუ მეორე ტიპაჟის ადამიანი ხარ და მეორე კატეგორიას ეკუთვნი, 10 წუთი დარჩა სადღაც და გადიხარ, არის ძალიან მარტივი. მაშინ როცა ეს ჩემთვის არის სრულიად უცხო, შევიგრძნო ეს 10 წუთი სინამდვილეში რამდენია. ამიტომაც ვაგვიანებდი ყველგან, ვაგვიანებდი უნივერსიტეტში ყველა ლექციაზე და ის სკოლაში ესეთი ისტორიაც იყო, რომ ჩემი დამრიგებელი ერთხელ დილით დამელოდა და იქ არი გამიღო, რომ თეკლა ერთხელ ხო შეიძლება ჯერ შენ შეხვიდე პირველი და შემდეგ მე შემოვიდეო მაია მასწავლებელო. მოკითხვა აქედან მიყვარხართ ძალიან, მენატრებით ძალიან და ნუ უბრალოდ მშველოდა ის, რომ ყოველთვის ვიყავი მომზადებული და აი ეს რაკი საგაკვეთილო პროცესისთვის ყოველთვის მზად ვიყავი, ნუ აი ამ რაღაცა დაგვიანებას აღარ ქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა. და ნუ გარემო მასწავლებლები, კლასელები და ასე შემდეგ შემიწყო ხელი, რომ ეს თემა ძალიან არ ყვირო და იმიტომ რომ ძალიან არ ყვირო და უნივერსიტეტშიც ყოველთვის ყველგან ყველა ლექციაზე ვაგვიანებდი და მაშინ როცა უკვე დავიწყე მუშაობა და უკვე რაღაცა დასაქმებული სადღაც დამერქვა, მივხვდი რომ ეს აღარ გაგრძელდებოდა, იმიტომ რომ ეს უკვე დაკავშირდა ჩემთვის აი პასუხისმგებლობასთან და რა კი მე ვაგვიანებდი და ამით შეიძლებოდა საქმე დაზარალებულიყო, პირდაპირ სიტყვა უპასუხისმგებლო მოდიოდა ჩემს ცნობიერთან. ამიტომაც მაშინ მე არ ვიცოდი ეს ტექნიკები, არც გააზრებული მქონდა და იმდენად მძიმე იყო, რომ ძალიან ხისტად ვებრძოლე საკუთარ თავს. ამიტომაც დავიწყე თავიდან რომ ეს ვიდეო შენთვის იქნება საინტერესო, იმიტომ რომ მიხვდე რომელი ტიპაჟი უფრო ხარ და მიხვდე შენს ირგვლივ მყოფებთან მიმართებაში როგორ შეიძლება გქონდეს უფრო მარტივი ურთიერთობა შენიდან გამომდინარე და მათგან გამომდინარე. თორემ რეალურად ამას სჭირდება ბევრი შრომა, რომ ეს იყოს სწორად, რომ ეს იყოს შენთვის მსუბუქი, ამიტომაც რა თქმა უნდა იქნება ლინკი, რომ ჩვენ Facebook გვერდზე შემოხვიდე, მოგწერო, დაგვეკონტაქტო და ინტერესდება ბევრი, იმიტომ რომ ეს ყოველდღიურობაში გვჭირდება და გვაქვს coaching სესიები, ვეხმარებით ადამიანებს იმისთვის, რომ ეს იყოს მარტივი. მე ეს მაშინ არ ვიცოდი და ძალიან მძიმედ და ხისტად მივუდექი საკუთარ თავს და ჩემი ტექნიკა ესეთი იყო მაშინ.
რომ ვიცოდი რომ უკვე უნდა გავსულიყავი 10 წუთით ადრე, მქონდა მაღვიძარა დაყენებული. შემდეგ 5 წუთით ადრე, შემდეგ 2 წუთით ადრე და უკვე შესრულდა. და შესრულდა ნიშნავ, რომ შესრულდა, მე კიდე მქონდა 2 წუთში მაღვიძარა, რომ ანუ გასვლის დროს მე 2 წუთით გადავაჭარბე და ეს იმას ნიშნავდა ჩემთვის, რომ მორჩა დაყარე ყველაფერი და გაიქეცი. იმდენად მე ეს აღთმაში არ მქონდა და არ მაქვს, რომ რამდენია 2 წუთი, რამდენია 10 წუთი, რამდენია 5 წუთი. ამიტომაც აი ეს და დაახლოებით დამჭირდა სადღაც 2-3 წელი თუ სწორად მახსოვს, დამჭირდა 2-3 წელი, რომ ეს უკვე ყოფილიყო არა ესეთი სტრესის ხარჯზე, არამედ უკვე გადასულიყო ჩვევაში. და შემდეგ უკვე რა კი მაშინ მე ეს არ ვიცოდი, რომ ეს რაღაცა კონკრეტული მახასიათებელია ჩემი პიროვნების და მეგონა რომ რაღაცნაირად პასუხისმგებლიანობასთან და უპასუხისმგებლობასთან ასოცირდებოდა. შემდეგ უკვე ვიყავი ყოველთვის წამებით ერთი წამით არ გადავაშორებდი. ან იმ დროს უნდა მივსულიყავი, როცა საჭირო იყო, ან ბევრად უფრო ადრე, რომ მცოდნე უნდა რომ თავარია არ ვაშორებ და ესეც იყო გარკვეული სტრესი. აი ხომ შეიძლება 1 წუთით გვიან მიხვიდე სადღაც. როცა უკვე რაღაცა გავიაზრე, გავაცნობიერე და მივხვდი რა შეა საქმე, ხო, შემდეგ უკვე დავიწყე მშვიდასწნარად ამ ყველაფერზე. მუშაობა ნენელა რომ ხო, შეიძლება მიხვიდე 10 საათსა და 1 წუთზე სადღაც გაჩნია გარემოს, გაჩნია სიტუაციას, რომ ეს უკვე დავაკავშირე იმ სწორ თემებთან, რასაც სინამდვილეში უკავშირდებოდა. ამიტომაც იფიქრე და გითხარი თავიდან, რომ ვერ მიხვდები პირადში და ვერ მიხვდები საქმეში. საქმეში ეს უკვე ისე ძალიან იმდენად გამომუშავებული მაქვს, რომ იმდენად ყველაფერი დაგეგმილი, იმიტომ რომ ჩემს საქმიანობას წლების განმავლობაში სჭირდებოდა ეს, რომ მე ზუსტად უნდა მცოდნოდა, რას, როდის, რამდენ ხანში ვასრულებ, სხვები ამას როგორ აკეთებენ, განსაკუთრებით როცა მარტო საკუთარ თავზე არ ხარ პასუხისმგებელი და პასუხისმგებელი ხარ გარკვეულ გუნდზე და გუნდის მხრიდან რაღაც დადებულ შედეგზე, გჭირდება ზოგადად უკვე აკონტროლო არა მხოლოდ საკუთარი თავი და რაღაცა მონიტორინგი აწარმოო პროცესზე, არამედ სხვებთან მიმართებაში. შესაბამისად, ეს საქმესთან მიმართებაში უკვე იმდენად მაქვს გამომუშავებული, რომ ჩვენ რო რაიმე კუთხით თანამშრომლობა მოგვიწიოს, ვერ მიხვდები, შენ პირიქით ვფიქრებ, რომ მე მეორე ტიპაჟი ვარ. მაშინ, როცა ურთიერთობებში, პირად ურთიერთობებში ჩემი თავისუფლება არის ის, რომ ბევრად ადრე დავიწყო მზადება, ძალიან მშვიდად წყნარად, რა ვიცი, 2-3 საათი არაფერში ვხარჯო სხვისი თვალით, მაშინ როცა ეს ჩემთვის სრულიად განსხვავებულად აღიქმება. ამიტომაც იფიქრე, რომელი ტიპაჟი უფრო მეტად ხარ, რომლის გამომუშავება და რისი გამომუშავება უფრო მეტად გჭირდება, შენს ირგვლივ გაიხსენე ადამიანები, ვიღაც იქნება აუცილებლად სულ აგვიანებს და ძალიან ბრაზდები, მაშინ როცა შეიძლება რაღაც უბრალოდ აი ამ კონკრეტული ტიპაჟის წარმომადგენელი არის. ესეთი ფსიქიკა, ესე განსხვავებულად გვაქვს მოწყობილი. ამიტომაც შენი მიმღებლობა ბევრად მეტად შეიძლება გაიზარდოს. ან დაეხმარო იმ ადამიანს, თუ ის უკვე ამ რაღაცით ძალიან წუხდება, ყველგან აგვიანებს და ძალიან განიცდის, იქნებ უბრალოდ ინფორმაცია გაუზიარო, რომ უბრალოდ სჭირდება რაღაც ჩვევების გამომუშავება და ეს ძალიან შეძლებადი არის. არა ისე, როგორც მე მარტივად მოვყევი კიდე ვაწვალე საკუთარი თავი, არა. არამედ ბევრად უფრო მარტივად არსებობს ბევრნაირი მიდგომა ფსიქოლოგიაში, ფსიქოთერაპიაში, კოუჩინგში, რასაც ამას ბევრად უფრო მარტივად, ბევრად უფრო მოქნილად, უბრალოდ ინტენსიურად, აი ამ ყველაფერს მივუყვებით და გავდივართ საბოლოო ჯამში აუცილებლად შედეგზე. გააჩნია, შენთვის ეს რამდენად მნიშვნელოვანია, შენ ეს რამდენად გჭირდება საკუთარ თავთან მიმართებაში ან სხვასთან მიმართებაში. იმედია ეს ვიდეო საინტერესო იყო შენთვის, დაგეხმარა, რაღაცები გაპოვნინა, იმიტომ რომ როცა ეს მე გავიგე, უკვე რაღაც ნაბიჯები მქონდა გადადგმული, რომელიც ბევრად მარტივად შემეძლო. თუ ეს მოგწონს და შენთვის საინტერესო ინფორმაცია, ამას გავიგებთ გამოწერით, მოწონებით, კომენტარის დატოვებით, ან ჩვენ Facebook-ზე გადმოსვლით და ჩვენთან მოწერით, შეიძლება ბევრად უფრო რაღაც მარტივ და მოკლე დროში შეძლოთ შენთვის დახმარების გაწევა, ამიტომაც რაღაც მხარდაჭერა, გვერდში დგომა, ამიტომაც აი ამ ყველაფრით მივხვდებით, რომ ამ ტიპის ინფორმაცია არის საინტერესო და მსგავსი ტიპის ინფორმაციებს თუ კი მოგაწოდებ და გაგიზიარებ, ბევრად უფრო საინტერესო გახდება ჩვენთან ურთიერთობა. მადლობა დიდი მოსმენისთვის.